საპრეზიდენტო უფლების გამოყენებით და კანონპროექტებზე ვეტოს დადებით პრეზიდენტის რეიტინგი კიდევ უფრო დაიწევს. ასე აფასებს დავით ბერძენიშვილი პრეზიდენტის მიერ საერთო სასამართლოების შესახებ კანონპროექტზე ვეტოს დადებას. მისივე თქმით, საპარლამენტო უმრავლესობას ამ ვეტოს გადალახვა არ გაუჭირდება, რადგან აღნიშნული კანონპროექტი ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს სრულად ითვალისწინებს. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კონსტანტინე კუბლაშვილის თქმით, კი ვეტო პრეზიდენტის დისკრეციული უფლებამოსილებაა და ქვეყნის პირველ პირს შეუძლია მისი გამოყენება თუ ამას საჭირო ჩათვლის. ამიტომ ვერც სასამართლო და ვერც აღმასრულებელი ხელისუფლება ვერ ჩაერევა პრეზიდენტის მიერ ამ უფლების გამოყენებაში. არა, დასკვნითი სიტყვით ბატონო ვახტანგ. ყოველი ასეთი ქმედება სააკაშვილისა მილევად გავლენას და რეიტინგს კიდევ უფრო დაბლასებს. როდესაც ჩვენ გვაქვს მხარდაჭერა ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ ამ კანონპროექტის მარტებაში, ასე დროს ვეტოს დადება, როცა წინაც არ იცი, რომ პარლამენტში საკმარისი ხმები ამ ვეტოს დასასრულად, ეს არის პოლიტიკური ზონიდან გასვლა. როგორც იცით, ეს არის პრეზიდენტის დისკრეციული უფლებამოსილება, განურჩევლად იმისა, რას ფიქრობს უზენაესი სასამართლო, პარლამენტი, მთავრობა, პრეზიდენტს უფლება აქვს და მას შეუძლია გამოიყენოს ეს უფლება და ვეტო დაადოს შესაბამის კანონპროექტს. ეს შემოთავაზებული საბოლოო ვარიანტი, რომელზეც მე მქონდა კონსულტაციები ისევ და ისევ პრემიერ-მინისტრთან და სხვადასხვა წარმომადგენლებთან ხელისუფლების, ნაწილობრივ შეესაბამება ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს.